სამუშაო შეხვედრაზე მყოფი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერთა თანამშრომლების ჯგუფი ეგვიპტიდან შთაბეჭდილებებითა და სიახლეებით დაბრუნდა. ხელნაწერები და არქეოლოგიური გათხრები, ასე ერქვა ქალაქ კაიროში ჩატარებულ იმ სასწავლო კურსს, რომელსაც ცენტრის 20-მდე თანამშრომელი დაესწრო. 18 დღიანი ვიზიტის განმავლობაში ლექციები სხვადასხვა თემაზე ჩატარდა. მათ შორის განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა ხელნაწერების დამაზიანებელი ფაქტორები, ასევე რესტავრაციისა და ქიმიური დამუშავების სხვადასხვა მეთოდები, ისლამური ხელნაწერების თავისებურებები, მოხატული ხელნაწერები, არქეოლოგიური ექსპედიციები და სხვა მრავალი. ამასთანავე ქართველი მეცნიერ-მკვლევარები ეგვიპტის დიდი მუზეუმის რესტავრაცია კონსერვაციის ლაბორატორიის მუშაობასაც გაეცნენ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლების ეგვიპტეში ვიზიტი საქართველოს საელჩოსა და უშუალოდ არჩილ ძულიაშვილის მხარდაჭერით განხორციელდა. ვიზიტის შედეგები დღეს ცენტრის თანამშრომლებმა კორნელი კეკელიძის საკონფერენციო დარბაზში შეაჯამეს და 18 დღიანი მუშაობის მნიშვნელობასა და მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრეს. პროგრამა ძალზე ნაყოფიერია აღმოჩნდა ჩვენი ახალგაზრდებისთვის, ვინაიდან პრაქტიკულად გონდა საშუალება დაგვეთვალიერებინა სარესტავრაციო ცენტრები, სამუზეუმო ცენტრები, მათი გამოცდილება, ეს გამოცდილება იყო გაზიარებული როგორც თეორიული ლექციების სახით, ისე პრაქტიკულადაც. ეგვიპტე არის უზარმაზარი კულტურული მემკვიდრეობის ქვეყანა, აქვს ძალიან საინტერესო კოლექციები, ნებისმიერი მასალის წარმოშობა. ზოგადად ასეთი გასვლითი ტრენინგ პროგრამები ძალიან სასარგებლოა მეცნიერ-მკვლევარებისათვის, რაც შეეხება კონკრეტულად ეგვიპტეში ვიზიტს. ეს იყო ძალიან დატვირთული, უაღრესად საჭირო და სასარგებლო ტრენინგ პროგრამა იყო. ძალიან მრავალფეროვანი ლექციები ეხებოდა არქეოლოგიას, ეხებოდა რესტავრაციას, კონსერვაციას, ხელნაწერებს, ისლამურ ხელნაწერებს და თავისებურებებს, მოხატული ისლამურ ხელნაწერებს. იყო ასევე სპეციფიურ, თქვათ, საინჟინრო საქმიანობის შემცველ ხელნაწერებზე განსაკუთრებით საინტერესო და ცალკე ლექცია იყო.